სტატისტიკის მიუხედავად ეკონომიკის ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებას ასახელებენ. სწორედ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება იყო სავალუტო ფონდის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი თემა. რას აკეთებს მთავრობა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს? კომენტარი ვიცე-პრემიერმაც გააკეთა. რა შედეგით დასრულდა შეხვედრა? ლელა გოგოლაძისგან გავიგებთ, ის ჩვენ თბილისიდან შემოგვიერთდება. ლელა, რა განცხადებები გაკეთდა? ნინო, სავალუტო ფონდის მისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართა. გიორგი ქადაგიძესთან 3 საათიანი შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება და ეროვნული ვალუტის დევალვაცია გახდა. როგორც მისიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განმარტა, შეხვედრის მთავარი მიზანი იმ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა განსაზღვრა გახდა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ჩიხიდან გამოიყვანს და სწორედ იმ დონორი ორგანიზაციების მოძიება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომლებიც დამატებით თანხებს გამოყოფენ ქვეყნისათვის. დღეს ჩვენი მისია ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს ატარებს ნაციონალურ ბანკთან, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან. ჩვენ გავეცნობით არსებულ სიტუაციას და იმ შოკებს, რომელიც ასე ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. ჩვენ უნდა დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, შევთანხმდეთ მთავრობასთან ზუსტ ციფრებზე და შემდეგ უკვე შეიძლება ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პოლისებზე, რომელიც შესაძლოა გავცეთ. სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ფინანსთა სამინისტროშიც. ისინი მინისტრ ნოდარ ხადურს არ შეხვედრიან, თუმცა იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა და ინფორმაციის გაცვლა სამინისტროს თანამშრომლებთან. სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შესახებ დღეს ნოდარ ხადურმა მთავრობის ხდომის დაწყებამდე განმარტა. მისი განმარტებით მთავრობა არ აპირებს სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას. ეს იქნება მათი საშუალებით დონორი ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით თანხებს გამოყოფენ. ასევე ხადურის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მთავრობა ასევე აპირებს ეგრეთ წოდებული კამრების შემოჭერის პოლიტიკის დაწყებას, რაც ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვაში გამოიხატება. ზოგადად მთავრობაში ოპტიმისტური განცხადებები კეთდება და ისინი მდგომარეობას საგანგაშოს არ უწოდებენ. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები, ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის ეკონომიკის განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესაძლო დაფინანსება. ბევრ პროექტზე ვმუშაობთ იმისათვის, რათა ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდეს ქვეყანაში და ის დროებითი პრობლემები, რომელიც არის გადაულახო. სავალუტო ფონდიდან არც მithქვამს მე, ეს არის სხვა ინსტიტუტებიდან სესხის აღებაზე საუბარი. დეფიციტს უთანხმებთ ხოლმე, ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ როგორც წესი გვაქვს ამაზე საუბარი. ჩვენ ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავთ 2015 წელს, ეს იქნება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ასევე თბოსადგური, რომელიც მშენებლობა მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება მისი პრივატიზება, დაინტერესებულია გარკვეული კომპანიები ამ თბოსადგურის ყიდვით, ეს დაახლოებით 250 მილიონი იქნება მისი ღირებულება და ეს ინვესტიციები სადაც დღეს ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, დამატებით შემოსავლებია და შესაძლებლობას მიცემს იმას, რომ ლარის კურსი იქნეს დასტაბილებული. ოპტიმიზმს არ იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კიდევ ერთი საგარეო ვალის აღება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და ისინი მთავრობას ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის საკუთარ გეგმას თავაზობენ. უმთავრესი არის გადასახადების დაწევა, აქციზის გაუქმება ნავთობპროდუქტებზე და ეკონომიკაში მეტი ფულის დატოვება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება სფეროს ექსპერტებს, ჩვენთან საუბარში ეკონომიკის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანა არსებულ საგარეო ვალებს ჯერჯერობით უმკლავდება, მაგრამ თუ ახლის აღება მოხდება, ის ჭკვიანურად უნდა გაიხარჯოს. სავალუტო ფონდს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ასეთი სიტუაციებიდან რომ გამოვიდეს და მათ აქვს ძალიან ასე ვთქვათ დიდი პრაქტიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ეს ვალი გაკუთვნილი არის ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მაღალი უკუგების მქონე და მაღალი ეფექტიანობის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოხდეს მისი ჩადება. როგორც მთავრობის ხდომაზე დღეს გაჟღერდა, ქვეყანა დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალს აიღებს, რაც შეეხება სავალუტო ფონდის მისიას, ისინი ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს უახლოეს მომავალში შეხვდებიან და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საგარეო ვალის